ამ კოლცენტრებზე იცოდა თემა ქვეყანა, ყველა ლაპარაკობდა, რომ კეზერაშვილს აქვს ქვეყანაში კოლცენტრები, ბიზნესამ კი არა, სოფელში ბავშვმა იცოდა ნებისმიერ რაღაცა სოფელში თუ შორეულ დასახლებაში, სადაც შეიძლება ნაკლებად აღწევდეს ინფორმაცია. ყველგან იცოდა, ყველამ, რომ საქართველოში მოქმედებს კოლცენტრები, რომლებსაც კურირებს კეზერაშვილი. BBC-მ გაავრცელა ამაზე ინფორმაცია და ესენი, მაგალითად თვითონვე მე ახმაურდნენ, ხო? რანაირად შეიძლება კეზერაშვილს ქვეყანაში კონდეს კოლცენტრები, ათეულობით კოლცენტრი და ამას არ კურირებდეს თვითონ აქაური სამართალდამცავი სტრუქტურები. კოლცენტრი რა არის? კოლცენტრი არის ზის რაღაცა ჯგუფი თანამშრომლების, რომლებიც რეკავენ უცხოეთში და თაღლითური გზით შეცდომაში შეყავთ პენსიონერები თუ რაღაცა ადამიანები, რომლებიც გარკვეულები არ არიან, თქვათ რაღაცა საბანკო მომსახურებების და საბანკო ოპციების, რომელსაც ფლობს ადამიანი და ამითი გამოძალოს ახდენენ შეცდომაში შეყვანის გზით, ხო? ამ ცალსახად დანაშაულებრივ ქსელს, რომელსაც იმხელა მასშტაბი ქონა, რომ სუსის უფროს ქონა და აინტერესება, რომ ამ სტრუქტურებს კურირებდა და იმხელა მასშტაბი ქონა, რომ ამ ათეულობით კოლცენტრიდან ფინანსდებოდა მთელი ოპოზიცია. და ეგ იცოდა ყველამ, რომ კეზერაშვილი იყო დამფინანსებელი ოპოზიციური ფლანგის და დამფინანსებელი იყო როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე მედია სტრუქტურების, ხო? ეს ხო შეუძლებელი იყო, ხო გასაგებია, რომ შეუძლებელი იყო ამხელა მასშტაბის ქსელის არსებობა ხელისუფლების ჩართულობის და როგორც მინიმუმ ხელისუფლებისთვის ნებისმიერ გოლში ინფორმაციის არ არსებობის პირობებში რა სისულელეა ხალხო ყველა მიცოდა რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს კოლცენტრები და ყობახიძემ არ იცოდა რომ ეგ კოლცენტრები ფუნქციონირებს და ივანიშვილმა არ იცოდა მარტო დანარჩენი ყველა მიცოდა რა თქმა უნდა სუსის უფროსი კურირებდა კოლცენტრებს ისე რომ ეგ იცოდა ყველა და იცოდა ყველამ ეგ რას ნიშნავს ცით სუსის უფროსი ვერ მოახდენდა კოლცენტრების კურირებას ისე რომ მას პირდაპირ დავალება არ ქონოდა, რომ აი ამ კოლცენტრებიდან ამოღებული ფული კეზერაშვილმა ამოიღებს ამ კოლცენტრებიდან ფულს, ამ ფულით უნდა დაფინანსდეს ჩვენთვის კომფორტული ოპოზიცია. ეს ხდებოდა. ამ აღიარებას მოусმენთ, ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა, რაც ახლა უსმენთ, ეს ოპოზიცია, რომელიც არის სინამდვილეში თავისი შინაარსი თუ რამე არსებობს, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას არსებობს ოპოზიცია, რომელზეც ნებისმიერ ობიექტურად მნიშვნელოვან თემაზე, ობიექტურად რეზონანსულ და საზოგადოებისთვის სერიოზული წონის თემაზე, რომელზეც ხმაური შეიძლება აიწიოს და მოთხოვნები დადგეს პოლიტიკური თვალსაზრისით საზოგადოებაში, ნებისმიერ ამ თემაზე რო იყოს შესაძლებელი რა ამ თემის განეიტრალება ამ პოლიტიკური თავდაცვის ხაზის აგება ამ თემის წინააღმდეგ თავარი იარაღა დღემდე ესენი ცდილობენ და ინარჩუნებენ კოლექტიური ნაცების ფორმატს და ეს კოლექტიური ნაცების ფორმატი არის ანუ გაიშვენენ ხელთ აი რაღაც ამ თემაზე აგერ ნაცებიც ხმაურობენ და შესაბამისად როგორც აგერ პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ გვამცნო ნაცები რა თემაზე ხმაურობენ ეგ თემა ესე იგი სასარგებლოა საზოგადოებისთვის და არანაირი პროტესტი ამ თემაზე არ უნდა შეიქმნას ხო ეგ არის გენერალური შეფუთვის ფორმატი, ლეგენდა, რომელსაც იყენებენ მერე პოლიტიკურ ბრძოლაში, ხო? და გაირკვა, რომ ნაცებს თურმე ლილუაშვილის კურირებით და ვის ჯერა ეხლა, რომ კეზერაშვილმა ათეულობით კოლცენტრი შექმნა ქვეყანაში, რომლებიც დღესაც არსებობს, კაცო. დღეს კი გაქრა კოლცენტრები, ყველა მიცის ეხლა ქალაქში, დღესაც არსებობს კოლცენტრები თბილისში, ხო? აი არსად არ გამქრალა კოლცენტრები, რომლებიც არსებობდა ათეულობით და რომლებიც იმხელა მასშტაბის ფულის აკუმულირებას ახდენენ ოპოზიციის დაფინანსებას ყოფნი და ამ კოლცენტრების არსებობა ყველას ესმის რომ შეუძლებელი იქნებოდა პირველი ყველაზე გავლენიანი პირის საქმის კურსში ყოფნის გარეშე და შეუძლებელი იქნებოდა მის თანხმობის გარეშე. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც დღევანდელი კონფერენციიდან დღევანდელი ამ ბრიფინგიდან გავიგეთ არის ის რომ თურმე ოფიციალურად აქ სუსის კურირებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის კურირებით კეზერაშვილი უკანონო გზით ახდენა ფულის აკუმულირებას და ამით აფინანსებდა ოპოზიციას. ანუ
ნაცების არსებობა კოცების დაფინანსებით დღეს დადასტურდა. ეხლა რა თქმა უნდა, უცნების ეხლანდელი გამправებლების და ზედარგოლის შემადგენლობა ამას არ აღიარებს, უბრალოდ უცნების ზედარგოლი იმასაც ლაპარაკობდა, ლილუაშვილი წინფული რო დაუდო კაპის ხელს არ მოკიდებსო და უცნების გამправებლები ხერხემალს ეძახდნენ ლილუაშვილს და გომელაურს ამ სახელმწიფოს და როგორი სიმართლეც მათ იმ პოზიციაში იყო, როგორც ახლა იყვება, ხო? ის სიმართლეა ამ პოზიციაში.